ქვეყანაში უკვე სუფევს სრულიად განუკითხაობა ყველა მხრივ. სასამართლოს ხო ხედავთ, სასამართლოში რა ხდება და რანაირი სასამართლო არის დღეს საქართველოში, რომელიც აღარ ექვემდებარება არც ერთ სტანდარტს, გარდა იმას, რომ ასრულებს და ბოლომდე ასრულებს ძალაუფლების ყველა მითითებას. ამას ემატება დღეს ის, რაც გავიგეთ, ციხეში თუ რა პირობები არის შექმნილი იმ ადამიანებისთვის, რომელიც დღეს არიან მსხვერპლი ამ ძალაუფლების, ამ რეჟიმის. გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს არის საგანგაშო. მიუღებელი არის, რომ არ იყოს დაცული ციხეში ის ელემენტალური ფორმები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება როგორც ოდნავ მაინც დემოკრატიის სტანდარტები. ჩვენ აქ აღარა ვართ. ზღვა გადასული არის ის, რაც ხდება, როგორ უსწორდებიან თვით საკანში ადამიანს, რომელიც იქ იხთილს სასჯელს და როგორ მერე გადაყავთ კლინიკაში, როცა უნდათ, როგორც უნდათ, გაუფრთხილებლად, ისე რომ არანაირი ახსნა, განმარტება ან საჯაროობა ამის მიმართ არ არსებობს. ეს არის დარღვევა ყველა ადამიანის უფლებების. არ ვიცი, სად არის სახალხო დამცველი, რამდენად მოახდინა რეაგირება ამ ყველაფერზე. ალბათ აღარც, იმიტომ რომ ეს ინსტიტუციაც უკვე აღარ ასრულებს ბოლომდე თავის მოვალეობას. დაუცველობა არის ის, რაც სუფევს ამ ქვეყანაში. და მინდა ყველას გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკეს მოქმედებების გამო და ამ უსამართლო მოქცევის გამო ციხეებში, სწორედ ამითი და ამის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისგებლობა ამ ყველაფერზე ბოლომდე იქნება იმათი, ვინც არამხოლოდ ბრძანებებს იძლევა, არამედ ასევე იმათი, ვინც ასრულებს ამ ბრძანებებს. გავუკითხავთ და მზად არის, რომ უსასტიკეს ქცევაში მიიღოს მონაწილეობა. ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ქართული ტრადიციები, ეს არ არის ის სამართალი, რომელსაც ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვაშენებდით და რომელსაც მივყვებოდით. ეს არის სხვა რეჟიმი, ეს არის უკვე სხვა ქვეყანა და ამას არ შევეგუებით არც ერთ წუთს და დრო არის, რომ საზოგადოებამ, ვრცელ საზოგადოებამ დაინახოს ის, რაც ხდება, სხვაგან არ იყურებოდეს, იმიტომ რომ ეს ის არის, რაც ჩვენ ყველას გვეხება დღეს და ხვალ.